საბანკო სექტორის უახლესი მონაცემები ასეთია. სებისთვის საბანკო სექტორის მიერ წარდგენილი 2025 წლის პირველი 2 თვის ფინანსური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ 19 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 462 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1,5 მილიონ ლარით, ანუ 0,3% მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-თებერვალში 14 მოგებაზე იყო, 5 კი პერიოდი ზარალით დაასრულა. მოგების მიხედვით პირველ ადგილს ისევ საქართველოს ბანკი იკავებს, რომელმაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში 256 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს თანხა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19 მილიონით, ანუ 8%-ით არის გაზრდილი. მოგებით მეორე ადგილზეა TBC ბანკი 172 მილიონი ლარით, რაც წლიურად დაახლოებით 3 მილიონით, ანუ დაახლოებით 2%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას კი Liberty ბანკი იკავებს 18 მილიონიანი მოგებით, რაც წლიურად 12,5%-ით არის გაზრდილი. პროკრედიტ ბანკის მოგება ამ პერიოდში 3,5 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 55%-ით შემცირებული მონაცემია. რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის ყველაზე დიდი ზარალი VTB ბანკს აქვს, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტობრივად შეზღუდული აქვს. ბანკმა იანვარ-თებერვალში 28 მილიონი ლარით იზარალა. ასევე ზარალზე არიან Payme ბანკი 57,000 ლარით, Hedge ბანკი 1,400,000 ლარით, Pasha ბანკი 1,500,000 ლარით და Silk ბანკი 3 მილიონი ლარით. საქმიანი დილას ეთერში მოლოდინებთან მიმართებით საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის ასეთი ანალიზი მოვისმინეთ. თუ 24 წელთან მიმართებაშიც არსებობდა მოლოდინები პირო, შეიძლება ცოტა უფრო მოკრძალებული წელი ყოფილიყო ვიდრე 23 წელი, მაგრამ ესე არ აღმოჩნდა 24 წელი საკმაოდ დადებითი და ძლიერი წელი იყო წლევანდელ წელთან მიმართებაში. შეგვიძლია რომ ოდნავ უფრო მოკრძალებულად ვისაუბროთ, იქნება ეს მოგების მაჩვენებლის თვალსაზრისით თუ ზაფხულში ბევრად უფრო ნათელი იქნება სურათი ზაფხულის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რა ტენდენცია არის, რა მიმართულებით მიდის სექტორი და რა მოლოდინები უნდა კონდეს. არაფერი განსაკუთრებულად, ესე რომ ვთქვათ, დღეს რომ ამოვარდნილად ვთქვათ, რომ აი ამან შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს, დღეს საბედნიეროდ არ გვაქვს.